რამდენი დადე ქერეხზე? 60. მე 40. დავთხარე თვალები. ჩემ მამამ თვიზეც მაშინ 20 მანეთი დადო მაგან. აძრი? რაც ვერაფერი ჭამია მე. კოლკოტი გადმოვიღე. ორი სუფრის კოვზი და ისიც ნინელი მეჭი და წინ და დავაგდე ისიც, ხო იცი მაგას როგორი თვალი აქვს. ცუდი ყურება იცის მაგან. მე ხთი მაგას დავიცავდი კიდე წამოვედი. 40 ლარი გამომართვი ისე უკან. ოღონდ არავინ არ იქ ის იქი ჩავაწერინე, მაგრამ გამომართვი უკან. მე გიას ჩავაწერინე, გავატანე. მეთქი შენ ჩაწერე მეთქი, გამოიჩინე, მანდ მაინც გამოიჩინე თავი მეთქე. რა წაიღო უბედურმა. როგორ მეძის დაპოვდა. საწყარი თავის ცხოვრებაში რა გაიხარა მაქანა. მისღებში აგროვა, შვილებს ბინა უყიდა. იმას ის მაქანა უყიდა, იმას ეს უყიდა და თვითონ კიდე ერთი გადადებული ნიფხავი არ აქონდა. გამოგლეძილებით დადიოდა მე ხო ვიცი არა შენი ხნარას მოგიყვებოდა, მაგრამ მე ვიცი. უბედურის ერთი. ისე გაკვირდები და ბევრსაჭა. იქოს ხამივით აღარ ჩუ და მეხი დაგეცა შენს. შენს დაგეცა მეხი, აი ესე უნდა ჭამ შენ ქელეხში. მიყურე, აი. შენ ქელეხს ვერ მოესწრები, იმიტომ რომ ჯამრთელი ვარ. ექიმთან ვიყავი ხა და ყველა ანალიზი მწყობში და პარიატკაში. მოდი, ნუღარ შეჭამ ჩემს საჭმელს, კარგი? შენი არ არის, ეს არის ფრესკოს საჭმელები. აი, მოდი ახეთო. აი ხლა მგონია რომ აი მართლა რეინკარნაცია მოხდა რომ აი ზაზას თვალები აი ხლა ზაზა არ გიყურებს. ზაზა თუ შენ ახარ გვანიშნე, ესე კი. ზაზა ცუდად არ გამიგო 40 ლარზე მეტი ვერ დავდე შენ ქელეხში. რა ვქნათ, რა გავაკეთოთ ეხლა? მთლად სიცოცხლეში არიყავ ისეთი კაცი რომ უფრო მეტი დამედო და რა ვიცი ეხლა შენ ოჯახს მოახმაროს ღმერთმა